სახელმწიფო უსაფრთხოების აკადემია სამაგისტრო კურსს იწყებს. მსურველთა პირველი ნაკადის მიღება ახალი სასწავლო სეზონიდან იგეგმება. ერთწლიანი კურსი თეორიულ და პრაქტიკულ სწავლებებს მოიცავს და მისი დასრულების შემთხვევაში მაგისტრებს სუსტი დასაქმების შანსი მიეცემათ. თუმცა სახელმწიფო უსაფრთხოების სამაგისტრო პროგრამაზე მოსახვედრად გარკვეული პირობების დაკმაყოფილება და პროცედურების გავლაა საჭირო. პროგრამა 20 სტუდენტზეა გათვლილი. წელს პირველად ახალი სასწავლო წლიდან სახელმწიფო უსაფრთხოების აკადემია სახელმწიფო უსაფრთხოების სამაგისტრო პროგრამაზე სტუდენტებს მიიღებს. სიახლის მიხედვით ერთწლიან სამაგისტრო პროგრამაზე სწავლა უფასო იქნება. 2 სემესტრის განმავლობაში სტუდენტები როგორც თეორიულ, ასევე პრაქტიკულ სწავლებასაც გაივლიან. სამაგისტრო კურსის მიზანი სტუდენტებისთვის პრაქტიკაზე ორიენტირებული ანალიტიკური უნარების ჩამოყალიბება და ისეთი კადრის გაზრდაა, რომელიც პროფესიული პასუხისმგებლობითა და კომპეტენციის მაღალი სტანდარტით შეძლებს გადაწყვეტილებას მიღებას. ერთწლიანი სამაგისტრო კურსის წარჩინებით დამთავრების შემთხვევაში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მათ გარანტირებულ დასაქმებას თავაზობს. პროგრამა მოიცავს როგორც თეორიული, ასევე პრაქტიკული სწავლების მნიშვნელოვან კომპონენტებს, ეროვნული და საერთაშორისო უსაფრთხოების აქტუალურ საკითხებს. თავად პროგრამის მიზანია, რომ სისტემა უზრუნველყოს მაღალკვალიფიციური პროფესიონალი კადრებით. შესაბამისად, სამაგისტრო პროგრამის წარმატებით გავლის შემდეგ ასე ვთქვათ, კურსდამთავრებლებს მიენიჭებათ მაგისტრის ხარისხი და მათ გარანტირებულად ექნებათ შესაძლებლობა, რომ დასაქმდნენ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში. როგორ უნდა მოხდეს მსურველი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სამაგისტრო პროგრამაზე? ამისთვის აუცილებელია, რომ ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირს წარმატებით ჰქონდეს ჩაბარებული საერთო სამაგისტრო გამოცდა და აკადემიის მიერ განსაზღვრული შიდა გამოცდები, რომლებიც სამ საფეხურს მოიცავს. გამოცდის ეტაპები 3 ნაწილისგან შედგება. პირველი ეტაპი მოიცავს ინგლისური ენის წერით გამოცდას, რომელიც ადასტურებს ინგლისური ენის არანაკლებ B2 დონის დადასტურებას. აღნიშნული გამოცდისგან თავისუფლდებიან ის კანდიდატები, რომლებიც წარმოადგენენ ინგლისური ენის არანაკლებ B2 დონის დამადასტურებელ საერთაშორისო სერტიფიკატს, ან შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემულ შესაბამის ვალიდურ დოკუმენტს, ან ბოლო 2 წლის განმავლობაში ინგლისურენოვანი აკადემიური საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების დამადასტურებელ დიპლომს. მეორე ეტაპი მოიცავს სცენარზე დაფუძნებული ანალიტიკური წერით დავალებას, ხოლო მესამე ეტაპს წარმოადგენს სახელმწიფო უსაფრთხოების აკადემიის სპეციალურ საგამოცდო კომისიასთან გასაუბრება. კახი კანკაძე ერთ-ერთია, ვისაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამაგისტრო პროგრამაზე სწავლა სურს. მას შემდეგ, რაც მან ამავე აკადემიაში ტრეინინგ კურსი გაიარა, მისი დაინტერესება ორმაგად გაიზარდა და ახლა შიდა მისაღები გამოცდებისთვის ემზადება. რამდენიმე თვის წინ მონაწილეობა მივიღე ტრეინინგ კურსში ოპერატიული საქმიანობის საფუძვლების სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში. აღნიშნული ტრეინინგ კურსის ფარგლებში შეხება მქონდა ძალიან მაღალი დონის პროფესიონალებთან, დარგის სპეციალისტებთან, პრაქტიკოსებთან, რომელთან ურთიერთობამაც მე კიდევ უფრო გამიღვივა ჩემი მონდომება აღნიშნული სფეროთა დაინტერესებისა. გადავწყვიტე, რომ ჩავაბარო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სამაგისტრო პროგრამაზე. მაქვს ძალიან დიდი მოლოდინები და დარწმუნებული ვარ, რომ ეს ყოველივე დამთავრდება კარგად. მაგისტრანტობის კანდიდატთა დოკუმენტაციის მიღება 1 სექტემბერს დაიწყება და 10 დღეს გასტანს. ამის შემდეგ ეტაპობრივად გამოცდები ჩატარდება. 30 სექტემბერს კი მაგისტრანტობის მსურველი შესაბამის კომისიასთან გასაუბრებას გაივლის. ყველა ეტაპის წარმატებით გავლის შემდეგ ის 20 სტუდენტი შეირჩევა, რომელიც უმაღლეს ქულებს დააგროვებს. სამაგისტრო პროგრამაზე სწავლა კი 12 ოქტომბერს დაიწყება. მსურველებს დეტალური ინფორმაციის მიღება აკადემიის ოფიციალურ ვებგვერდზე SSG Academy-ზე შეეძლებათ.